ერთი რაღაც მინდა რომ გკითხო და მინდა რომ გულწრფელად მიპასუხო. ბოლოს როდის გკითხე შენ თავს როგორ ხარ ან რა გაგაბედნიერებს შენთვის რა შემიძლია გავაკეთო. აი სხვებზე, საყვარელ ადამიანზე, მეგობრებზე, მშობლებზე, მეუღლეზე, ასე შემდეგ, როგორც ზრუნავ მათზე, აი მათ გრძნობებს და გულს როგორც უფრთხილდები. ბოლოს შენ თავს ეგრე როდის გაუფრთხილდი, ასე როდის მიაქციე შენ თავს ყურადღება. თუ პასუხის მოძებნა გაგიჭირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავთან კომუნიკაცია და შენს კეთილდღეობაზე ზრუნვა ძალიან უცხო გახდა შენთვის. უგრძნობ რომ არ გაფასებენ, არ გეფრთხილდებიან და უსამართლოდ გექცევიან, იცოდე რომ ზუსტად ამის ბრალია. ურთიერთობები, ნებისმიერი სახის ურთიერთობა ჩვენს ცხოვრებაში არის სარკე, სარკის ფუნქციას ითავსებს. როგორც ჩვენ ვექცევით საკუთარ თავს, ისე გვექცევიან ადამიანებიც. როდესაც გვაუფასურებენ, არ გვაფასებენ, არ ფასობს ჩვენი სიტყვა, ჩვენ მიერ გაკეთებული სიკეთე, ეს ხდება იმიტომ, რომ დავივიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვა. სხვის სისურვილები წამოვწიეთ, ჩვენი კიდევ მივჩქმალეთ, რაღაც კარადაში დავმალეთ. პარადოქსია თითქოს, მაგრამ ადამიანები არ გვექცევიან ისე, როგორც ჩვენ ვექცევით მათ. ადამიანები გვექცევიან ისე, როგორც ჩვენ ვექცევით საკუთარ თავს, რადგან ჩვენი ქცევის მოდელი საკუთარ თავთან მიმართებაში არის სახელმძღვანელო მათთვის, თუ როგორ მოგვექცნენ და რა სახის ურთიერთობა ჰქონდეთ ჩვენთან. ეს რომ პირველად გავიგე, ძალიან გამიკვირდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც დავაკვირდი და რაღაცების შეცვლა დავიწყე, მივხვდი, რომ მართლა ასე არის. გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.